შინდისში დაღუპულ გმირებს იხსენებენ პირდაპირი ჩართვა რამდენიმე წუთში. ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელია. ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი ფინალში დამარცხდა. 5 დაღუპული და 50-მდე დაშავებული ორმაგი ტერაქტის შედეგები თურქეთში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ახალ ამბებს 12 საათზე მოამბის გუნდთან ერთად მე ლიზა ციკლაური გაგაცნობთ. შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ გმირებს იხსენებენ. ზუსტად 8 წლის წინ რუსულ აგრესიას შინდისთან 17 ქართველი სამხედრო სიცოცხლე ემსხვერპლა. გმირთა მემორიალი დილიდან ყვავილებით შეამკეს პრეზიდენტმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ. ადგილზე მუშაობს მოამბის გადამღები ჯგუფი. ნინო ფისაძე დეტალებით ჩაგვერთვება. ნინო, გისმენთ. დიახშინდისის გმირთა მემორიალთან დილიდან იკრიბებიან ადგილობრივები, მოდის აქ უამრავი ხალხი, ისინი პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისის ბრძოლა იყო ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი. აქ საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ბატალიონი უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსეთის ასეულთან. ბრძოლის შედეგად 17 სამხედრო დაიღუპა. ომის შემდეგ მათი სულების უკტავსაყოფად აქ აიგო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და გაკეთდა მათი სახელობის მემორიალი. როგორც გითხარით, უამრავი ადამიანი მოდის მათ მოსაგონებლად შინდისში. აქ იმყოფებიან ასევე გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრები, მათი ახლობლები და ადგილობრივი მოსახლეობა, ის ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ თვითმხილველები შინდისის ბრძოლის. მე რო გევიგე, მე სულ არ ვიცოდი მაგ დაღუპული რო იყო. 7 დღის მერე გავიგე და მე სახში მოველოდი და თუნდაც დაღუპული ყოფილა რას მოვიდოდა და ავიც 17-მა ბიჭმა ერთმანეთის ხელ ჩაკიდებით არ დატოვენ ერთმანეთი და ჩასრისენ ახლა დაიღუპა. ეს არის 21 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული გმირობის ისტორია, რომელიც შინდისში დაიწყო და შინდისშივე დამთავრდა. ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი თავი არ დაზოგეს და სამშობლოს გადაეფარნენ. გადმოედი დაახლოებით 7 საათი იყო. იდგა დენთის სუნი, დაღუპული დაჭრილი ბიჭები იყვნენ გარშემო მიმოფენილი, გარშემო რუსი იდგა და ამ ბიჭებმა თითქმის 1 საათი გაუძლეს რუსებთან ჩასაფრებულ ომს. შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, აქ იმყოფებოდნენ ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები. თავდაცვის მინისტრმა ამ ადგილს, შინდისის ბრძოლის ადგილს, ყველაზე ტრაგიკული და საამაყო ადგილი უწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა კი გმირების ოჯახებს მადლობა გადაუხადა. ყოველ წელს ჩვენ საქართველოს მოქალაქეები აქ მოვდივართ მადლიერებით, რათა პატივი გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად გმირულად დაგვიცვა ჩვენ, დაიცვა დედაქალაქი, დაიცვა ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან. მადლობა და დიდება მათ სახელებს, მათ ხსოვნას, მადლობა მათ ოჯახებს, რომ ესეთი შვილები, ქმრები, ძმები გაზარდეს. აქ დაიღუპა 17 ქართველი ვაჟკაცი გმირულად და მათი ვაჟკაცობით გააოცეს მტერიცკი, ახტაცებაში მოიყვანეს მტერიცკი. ამიტომ მე ქეთს ვიხრი მათ წინაშე, მათი დედების, მშობლების წინაშე და ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, იმიტომ რომ ეს არის მომავლის იმედის ისტორია. ეს არის ერთობის, შეუპოვრობის, ვაჟკაცობის, თავგანწირვის და გაუტეხელობის მაგალითი ამ ბიჭებმა უთანასწორო ბრძოლაში მართლაც გაიმარჯვეს რეალურად საკუთარი სიცოცხლის ფასად. დიდება ჩვენს გმირებს, რომლებმაც მართლა აჩვენეს ის მაგალითი, რომ ჩვენი ქვეყანა თავისი თავისუფალი არჩევანის, თავისი სუვერენული არჩევანის, ჩვენი შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად ყოველთვის ვიდგებით ერთად გაერთიანებული და ამ თავისუფლებას ყველაფრით დავიცავთ. შინდისიდან თავდაცვის მინისტრი უკვე სამხედრო ჰოსპიტალში გაემგზავრა, სადაც სამხედრო ექიმების დღე აღინიშნება.
მადლობა ნინო შინდიში დაღუპულ გმირებს იხსენებენ ეს ნინო ფისაძე იყო. ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიადაზე 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. საქართველომ რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეორე მედალი მოიგო. ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ფინალური ბრძოლა იაპონელ მაშუ ბეიკერთან დათმო და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო. ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა თავისი მეტოქეები განსაკუთრებული სირთულეების და ქულების დაკარგვის გარეშე დაამარცხა. თუმცა ქართველი ფალავანი გამოსtildeულ მეტოქესთან იაპონელ მაშუ ბეიკერთან ვერაფერს გახდა. ამ ბრძოლამდე ლიპარტელიანი ბეიკერს ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ წააგო. ფინალის დასრულების შემდეგ ქართველი სპორტსმენი ემოციებს ვერ მალავდა. სიტუაციიდან გამომდინარე ცოტა მიჭირს საუბარი. მთლიანად დღეს რავი დილიდან ნორმალურად შევაფასებდი და ფინალს რაც შეეხება რა ვიფიქრობ რომ ვერ მომახერხე ის რასაც ამდენი ხანი ოცნებობდი და რაც ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო ძალიან მინდოდა რომ გამხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი მაგრამ არ გამომივიდა ძალიან სურდა რომ დღეს ესე რომ თქვა ჩემი მსუბუქებინა ის ივილი რაც გუშინ იყო მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვაყი ლიპარტელიანს ოჯახის წევრები და მეგობრები განსაკუთრებული ემოციებით გულშემატკივრობდნენ და ოქროს მოლოდინის ჰქონდათ. თუმცა მათი თქმით ის რომ ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ესეც უდიდესი წარმატებაა. მოლოდინები ჰქონდა ჩემპიონობის, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, რატომღაც რა ვიცი და ძალიან ემოციური განცდები ჰქონდა. ფინალით საკმაოდ კარგად მიყავდა, უბრალოდ ეს არის სპორტი და სპორტში ყველაფერი ხდება და სამწუხაროდ ფინალში დამარცხდა, მაგრამ ვერცხლი ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი გამარჯვება. ქართველი ძიუდოისტები რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას აგრძელებენ. დღეს ოლიმპიურ ტატამზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას კიდევ ერთი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი დაიცავს. ქართველი მოფარიკავის დაბრუნება ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებელი აღმოჩნდა. სანდრო ბაზაძემ ხვლით ფარიკაობაში მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო. მან მასპინძელ რენზო აგრესტას 15-3 წლია. მე-16 ფინალში კი კორეელ მოფარიკავეს დაუპირისპირდა. ბაზაძემ მეტოქესთან დაძაბული შეხვედრა მხოლოდ ერთი ქულით 14-15 დათმო. სპორტსმენი 14-11 იგებდა. სანდრო ბაზაძემ ანგარიშის გათანაბრებად შეძლო, თუმცა გადამწყვეტი ქულა კვლავ კორეელმა მოიპოვა. მართალი გითხრათ, შემთხვევით არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ვინმე დგა წინ. ყველა ერთი და იგივე მოწინააღმდეგე იყო და ერთნაირად უყურებდი ყველას და ძალიან გულიმტკივად ჩემთვის იყო ყველაზე ცუდი დღე ჩემი სპორტის კარიერაში, მაგრამ მე არ გავშერდები ამით და მერტის წყალობით ფესტები რომ ეს მივახს. ხარვეზი იყო, შნური გამომიზვრა და არ გამიმართლა, მაგრამ მე ვთვლი რომ თანაბარი იყო ბრძოლა, მაგრამ არ გამიმართლა ოდნავ. ხუთი გარდაცვლილი და 50-მდე დაშავებული ასეთი ორმაგი ტერაქტის შედეგი თურქეთში პირველი აფეთქება ერაყის საზღვართან მოხდა, სადაც შეარაღებულმა მებრძოლებმა თურქის სამხედროების მისამართით ცეცხლი გახსნეს და ჭურვები ისროლეს. მეორე აფეთქება ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში განხორციელდა, სადაც ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბი გააქტიურდა. თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სავარაუდოდ თავდასხმა ქურთების მუშათა პარტიამ განახორციელა. Ses kontrol, Diyarbakır 1, 2, 3, 4, 5. Diyarbakır, ses kontrol, ses kontrol, ses. თურქეთში მომხდარი აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. ელჩის ირაკლი კოპლეტაძის თქმით, საკონსულოში ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ნებისმიერ მოქალაქეს რაიმე სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ აღნიშნულ ნომერზე დარეკვა. Evet. Am drogis arabia, მადლობთ და ინფორმაციამ გარდაცვლილების და დაშავებულების შესახებ თურქეთის მოქალაქეების არის რაფიქსირებული, იქებულია ცხელი ხაზის ნომრები, იმ შემთხვევაში თუ იქნება საჭიროება, ცხელი ხაზი ისედაც 24 საათიან რეჟიმშია ჩართული.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ქვეყნის პირველი პირი ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი მოსამართლეებს მოუწოდებს პოლიტიკოსებთან საჯარო დისკუსიისგან თავი შეიკავონ. მეორეს მხრივ პრეზიდენტმა პოლიტიკოსებსაც მიმართა და სთხოვა სხვა თემებზე გადართვა მოახერხონ. მინდა მოუწოდო მოსამართლეებს მათი ძალიან მაღალი სტატუსიდან გამომდინარე შეეცადონ და თავი შეიკავონ საჯარო დისკუსიისგან ერთმანეთთან, პოლიტიკოსებთან. მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს ასევე, რომ იქნებ მოხერხდეს სხვა თემებზე გადართვა და ჩვენი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის აი ამ ასეთი ფართე დისკუსიისგან დაცვა მედიაში. იმედი მაქვს, რომ როგორც მოსამართლეები თავისი მაღალი სტატუსით, ასევე პოლიტიკოსები გაითვალისწინებენ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად არსებობს რაღაცები, რასაც უნდა გაუფრთხილდეთ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემულობაში ადანაშაულებს ეკა ბესელია. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დეპუტატების კრიტიკული შეფასებები სასამართლოში ჩარევად არ უნდა აღიქმებოდეს. ბესელია პაპუაშვილის ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ყველა მოსამართლე უნდა დაეცვა, რადგან ნაციონალური მოძრაობის მხრიდან 5 მოსამართლის წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლა ხდებოდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნული განცხადება გიორგი პაპუაშვილის საპასუხოდ გააკეთა. ბატონ პაპუაშვილს მინდა უთხრა ძალიან სამწუხაროა, რომ ის იცავს მხოლოდ 3 მოსამართლეს და არ იცავს იმ დანარჩენ 5 მოსამართლეს, რომლის დაცვა მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს ღირსების თვალსაზრისით, როდესაც ხდებოდა მიზანმიმართული შეტევა ამ 5 მოსამართლის მიმართ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და სამწუხაროა ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობა და ბატონი პაპუაშვილი ერთნაირად პასუხობს ჩვენს კრიტიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ჩვენი მიმართვის საფუძვლიანობას. რა ნიშანი არსებობს იმისა, რომ ვინმე ზეწოლა შეიძლება ახდენდეს საკონსტიტუციო სასამართლოზე რის საფუძველზე რა არის ესეთი დოკუმენტი ან რა მასალაში ვის შეიძლება რაღაც ბერკეტი კონდეს რომ მოახდინოს ზეწოლა ესეთი არ არსებობს და აქედან გამომდინარე მე კიდევ ერთხელ ვამტკიცებ დაგეგმილი იყო საქართველოში კონსტიტუციური კრიზისის შექმნა პოლიტიკური კრიზისის შექმნა და ეს იყო შეკვეთა ნაციონალური მოძრაობის. კახა კალაძე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები პოლიტიკურ манипуляციებს შეიცავს. ვიცე-პრემიერის თქმით, პაპუაშვილის ბრალდებები მოსამართლეების შანტაჟთან დაკავშირებით არ დასტურდება. ამიტომ მისთვის გაუგებარი და აბსურდულია, რატომ გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადებების შანტაჟთან დაკავშირებით. კალაძე იმედოვნებს, რომ გამოძიება უმოკლეს დროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასრულდება. გაუგებარი იყო და აბსურდული მისი განცხადებები. ეჭვიც კი გამიჩნდა, რომ ეს იყო პოლიტიკური манипуляციები, როგორც ის ამბობდა, მიმდინარეობდა შანტაჟი, თვალთვალი მოსამართლეებზე, გარკვეული ზეწოლა, თუმცა მოსამართლეებმა ეს არ დაადასტურეს და ღიად აცხადებდნენ, რომ არანაირ ზეწოლას და თვალთვალს არ ქონია ადგილი, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას ბათუმის საქალაქო სასამართლოში უჩივის. მიზეზი საია საჩივარია, რომლის განხილვაზეც უსკომ უარი თქვა. საუბარია 31 ივლისის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვაზეც, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა კანონდარღვევის ნიშნები დაინახა. მათი შეფასებით ადგილი ჰქონდა წინა საარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას, რაც კანონით იკრძალება. საიას საჩივარი არ დააკმაყოფილა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ, რის შემდეგაც ორგანიზაციამ უსკოს მიმართა, თუმცა უსკომ განხილვაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენცია. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს 2 საათზეა ჩანიშნული. იმ ეტაპზე, როდესაც მოხდა კანდიდატების წარდგენა, სამართალდამცველების, ანუ ოდესის გუბერნატორის და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან აგიტაცია გაწეული იქნა როგორც საპარლამენტო არჩევნების ნაწილში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში. გამომდინარე აქედან ჩვენ საჩივარი წარმოადგენთ როგორც ცესკოში, ასევე უსკოში, ანუ განსხვავებული სამართალდამცველებზე მიმართული იქნა ორ დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოსათვის, ამიტომ უსკოს მითითება ცესკოსთვის არის არარელევანტური სამართლებრივი ნორმებთან. უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობის დროს გამოიყენოს სანქცია. პირდაპირ მიუთითებს კანონი, ეს არის
ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები. დღეს განიხილავს სასამართლო და დაველოდებით შესაბამის გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში თუ კი სასამართლო დაგვავალებს განხილვას, აუცილებლად გავასაჩივრებთ, იმიტომ რომ ვთვლით, რომ ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი სუბიექტი განვიხილოთ შესაბამისი საჩივარი. საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციების დაწყებამდე კონსულტაციებს მართავს. ჯგუფის წევრები ჯერჯერობით არაკონკრეტებენ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებთანაც დიალოგი უკვე დაწყებულია. საინიციატივო ჯგუფის წევრები ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან რეფერენდუმის გამართვაზე უარის ოფიციალურ დოკუმენტს ელოდებიან, რის შემდეგაც ისინი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის გამართვაზე უარის თქმას გიგა ბოკერიას უკავშირებს და ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებით იხელმძღვანელა. ჩამოყალიბდებით თუ რომელ სასამართლოს ვიმართოთ პასუხის მიხედვით და შემდეგ უკვე აუცილებლად ჩვენ აი ამ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად დავიწყებთ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციებს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მასზე საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა მოახდინა გიგა ბოკერიამ და ამ ბოლო ხანს სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან კონტაქტში არის ეს ადამიანი შემჩნეული, ხოლო გიგა ბოკერია მის არაოფიციალურ მრჩევლადაც კი ზის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკელები ეს პოლიტიკური სუბიექტები არიან, რომლებთანაც კონსულტაციებს გამორიცხავენ საინიციატივო ჯგუფში. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციების გამართვის ინიციატივას პოლიტიკური შეფასებები მოყვა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას მე-9 მოწვევის პარლამენტი მიიღებს და ქორწინების დეფინიცია კონსტიტუციით განისაზღვრება. კონსულტაციებზე საინიციატივო ჯგუფის უარი მოულოდნელი არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობისთვის. პარტიაში რეფერენდუმის ჩატარების მომხრეებს მმართველი გუნდის სატელიტებს უწოდებენ. საკითხის დაინტერესებულები არიან რესპუბლიკელები. ერთსულოვნები ვართ პრემიერიც, პოლიტიკური გუნდი, პარლამენტი, რომ ეს ცვლილებები იყოს მომავალ პარლამენტში მიღებული, ჩვენ გვჟერა რომ გვექნება უმრავლესობა პარლამენტში და ჩვენ შევძლებთ მთლიანობაში მივიღოთ ეს ცვლილებები, რომელიც ეხება ქორწინების ძალიან კონკრეტულ დეფინიციას. ქართული ოცნების სატელიტია, ასე ვთქვათ, ეს ჯგუფი და მათ პოლიტიკურ დღისწესრიგს ახორციელებენ, ასე რომ ეს ჩემთვის დიდად გასაკვირი არ არის, თუ ამ ჯგუფს არ ენდომება თანამშრომლობა ნაციონალურ მოძრაობასთან. არ განვიცდით ამ ფაქტს და მათი საქმე გამართავენ თუ არა. ავტოსაგზაოს შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მერსედესის მარკის მანქანა, რომელშიც 4 პიროვნება იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა ჯერ რკინისბოდ, შემდეგ კი სანაპიროს ჯებირს შეეჯახა. მსუბუქად დაშავდა ერთი პიროვნება, რომელიც პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, სახანძრო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანა. ავარიის სავარაუდოდ მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. თავდასხმა მოხდა ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ოფისზე. ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები, დაზიანებულია და შეღებილია რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერი. სახლის მეპატრონის ინფორმაციით მისთვის უცნობმა პირმა მინები ქვით ჩამსხვრია, რის შემდეგაც მიმალვა მოახერხა. პარტიის ხელმძღვანელი პირები მომხდარში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავს ზურაბ გონაშვილს ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. გავიგეთ შუშის მსხვერპლის ხმა და ფანჯარა გამოავე აი მაღლა აქ ფანჯარა ასწლის ვიქაგძინავს რა და რო გამოავე ფანჯარა უკვე ეს ბიჭი გარბოდა აი აქეთ გაიცა ორი ეს არის ტეკლოა გატეხილი და აი მაღლა ის რეკლამაა გაფუჭებული ახალგაზრდა იყო ეს პატარა ბიჭი სამწუხაროა რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციაზე ოფისზე თავდასხმის. მანამდე იყო ოფისის დაცხრილის ფაქტი, მანქანის თავმჯდომარეს დაუწვეს მანქანა და ზოგადად ჩვენ აქტივისტებზე პერმანენტულად მიმდინარეობს ზეწოლა. ყველაფერს ამას აქვს თავისი წერტილი. მოსახლეობა ამას შეიძლება დღეს ითმას, მაგრამ 8 ოქტომბერს თავის პოზიციას დააფიქსირებს და ყველაფერ ამას წერტილს დაუსვებს. წინა საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები განიხილეს უწყებათა შორისი კომისიის რიგით მე-3 სხდომაზე. კომისიამ თავისუფალი დემოკრატების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ წარდგენილ საჩივრებზე იმსჯელა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი დუშეთში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის მხრიდან დაფიქსირებული დარღვევა იყო. კომისიამ უწყებას საკითხის შესწავლა დაავალა. კომისიის წევრებმა ასევე სოციალურ რეკლამებში შესაძლო პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მოწოდებების საკითხზეც იმსჯელეს. უწყებათა შორისი კომისიის სხდომაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საარჩევნო სიის დაზუსტებისთვის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ერთ-ერთი იყო საინტერესო, რომელიც ეხებოდა დუშეთში უსაფრთხოების სამსახურის შესაძლო ჩარევის ფაქტებს და დაევალა უსაფრთხოების სამსახურს, რომ შეისწავლოს აღნიშნული საკითხები და წარმოუდგინოს უწყებას შორის კომისიას. სხვადასხვა ტიპის დარღვევებია საუბარი ამორჩეულის მოსყიდვაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალადობა, მცდელობა ადამიანებზე მოხდეს ზეწოლა. იუსტიციის სამინისტროში იმყოფებოდა ვლადიმერ ბედუკაძეც. მას უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დასწრების სურვილი ჰქონდა, თუმცა სხდომაზე არ დაუშვეს. ბედუკაძის განმარტებით ის სხდომაზე პარტია ცენტრისტების ლიდერის სტატუსით იუსტიციის სამინისტრომ მიიწვია. ბედუკაძის უწყებათაშორისი კომისიაზე დასწრება საშვის დაუშვებლობის გამო ვერ მოხერხდა. ველოდების საშუალებას დაშვებას ვარ პარტია ცენტრისტების ერთ-ერთი ლიდერი. ამას მგონი ის არ ჭირდება ზედმეტი განმარტება. ველოდების საშუალებას და შემდეგ მოგცემთ ინტერვიუს. რაც არის ჩანიშნული. დიახ. ფოთში რესპუბლიკური პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ და რამდენიმე წევრმა პარტიის რიგები დატოვეს. უკვე ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მიზეზი გარკვეულ საკითხებში პარტიის შეხადულებებთან შეუთავსებლობა გახდა. მისი მოადგილე კი ყოველგვარ ზეწოლას გამორიცხავს და თანაპარტიელების ამ გადაწყვეტილებას მოულოდნელს უწოდებს. ჩვენთვის გარკვეულწილად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ესეთი პროცესები ყოველთვის აქტიურდება არჩევნების წინ და ეს ბუნებრივად ბადებს ეჭვს იმის შესახებ, თუ არ არის აქ რაღაც ზეწოლა, თუ არ არის რაღაც მოსყიდვა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა მე შეთქმულების თეორიების დიდად არ ვჯერა. აბიტურიენტებს გამოცდების შედეგების გასაჩივრება დღეს 6 საათამდე შეეძლებათ მათ ამ დროის მანძილზე. შეუძლიათ აირჩიონ და დაამატონ ან შეცვალონ ფაკულტეტები ცვლილებების განხორციელებლად უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს. ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობის მითითება შეზღუდული არ არის. აბიტურიენტების კანდიდატები, რომლებიც აპირებენ სააპელაციო განაცხადის შემოტანას, სწორედ ეს ბოლო საათები უნდა გამოიყენონ, რადგან 6 საათის შემდეგ ამის საშუალება უკვე აღარ ექნებათ. აქვე მინდა შევახსენო ყველა აბიტურიენტს, რომ სწორედ 6 საათზე შეწყდება ასევე ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადა. გორში დაცვის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. ორსართულიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები განთავსებებიან. ადმინისტრაციულ შენობაში 25 თანამშრომელი იმუშავებს. გახსნის ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი დაესწრო. შენიერი პირობები გვაქვს. საქართველოს მასშტაბით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რიგით მე-6 ახალ შენობას ვხსნით. ჩვენ უახლოეს მომავალში კიდევ დაგეგმილი გვაქვს რამოდენიმე შენობის გახსნა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები იმისთვის, რომ შემდგომ ისინი უფრო ეფექტურად და უფრო ოპერატიულად მოემსახურონ ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან მათი უსაფრთხოება. სამართლო აღჭურვილი არის ყველა იმ ინვენტარით, რომ თითოეულმა დაცვის პოლიციელმა შეასრულოს თავისი მოვალეობა პირნათლად თითოეულ მოქალაქის წინაშე. 4 წელია მუშაობ შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოში. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჩვენი სამუშაო გარემო. გორში მუნიციპალურ ნაგავსაღრელზე კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოქმედი სტანდარტების შესაბამისად მოხდება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში. რეაბილიტირებული ნაგავსაღრელი საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გორის გამგებელთან ერთად დაათვალიერა. დასრულდა გორის მუნიციპალური ნაგავსაღრელის კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი. აქ მოეწყო შიდა გზები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მომარაგებულია 24,000 მ3 საიზოლაციო გრუნტი შემდგომი ექსპლუატაციისთვის. აქ შესაბამისი სტანდარტებით მოხდება ნაგავსაღრელის ოპერირება, ექსპლუატაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პირობების გამოუმჯობესებას. გორისა და გორის რაიონის სოფლებისთვის აღნიშნული საკითხი არის ერთ-ერთი მწვავე საკითხი და სწორედ მყარი ნარჩენების სწორად მართვა არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი.
ასლან აბაშიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურისა და მასთან დაახლოებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. ასლან აბაშიძეს ასევე დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება და ანაზღაურება ნოდარ იმნაძის ოჯახისთვის 100,000 ლარით, თენგიზ ასანიძისთვის კი 30,000 ლარით. სასამართლომ გადაწყვეტილება სხვა პირებთან დაკავშირებითაც გამოაცხადა. ასლან აბაშიძის ცოლის ძმას, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს სოსო გოგიტიძეს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი დაცვის უფროს დავით ხალვაშტ კი, რომელიც თითქმის 2 წელია უკვე პატიმრობაშია, თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით შეეფარდა. გარდაცვალების გამო სასჯელიდან გათავისუფლდნენ ჯემალ გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე. ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს აღიძრა. ადვოკატებმა დღეს კომენტარი არ გააკეთეს, ამიტომ უცნობია გაასაჩურებენ თუ არა ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ძალიან ძიმე ის ვისაუბრე რაღაც თანხებზე. ეს მორალური ანაზღაურება ჩემი ოჯახის ნამდვილად არ აინტერესებს. 25 წლის წინ ჩემ თვალწინ ასლან აბაშიძე მოწყალოდ დახვრიტა ნოდარ იმნაძე. და მე ვარ მოწმე ამ ფაქტის. შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, ხო, სამარცხვინო გადაწყვეტილებაა გამოტანილი. ჩემს ეპიზოდში მაგალითად 25 წლის მანძილზე კაცმა მოწყალოდ დახვრიტა იმნაძე და პასუხი არ აგო. და რაღაც 107 მუხლით გაასამართლა იქნა განაჩენი გამოტანილი. ძალიან აღელვებული ვარ და ძალიან დიდი ფულია დახარჯული ამ საქმეში. მას როგორც უნდა და განაჩენი გამოვიდა ისეთ. მე ასე ვფიქრობ, იმნაძეების ოჯახი არის ძალიან უკმაყოფილო. ჩვენ ეპიზოდში 15 წელი მისჯელი. მე ვახორციელებდი ამირან კურცხალიძის დაცვას, ედავებოდნენ მითვისებას, სამსახურეო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურეობის სიყალბეს. მოსამართლემ ამ წარდგენილი სამ ბრალდებიდან ორ ბრალდებაში გამომართლებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო ერთი ბრალდება ბოროტად გამოყენება, სამსახურეო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გადააკვალიფიცირა სამსახურეო გულგრილობაზე და დაუნიშნა 6 თვით თავისუფლების აღკვეთას. მე რა თქმა უნდა ნაწილობრივ მაყოფილი ვარ იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც მოხდა გამომართლებელი განაჩენის გამოტანა, რაც შეეხება გადაკვალიფიცირებას, ამ ნაწილში ვერ დავითანხმები მე ჩემი პოზიცია გამაჩნია, რასაც რა თქმა უნდა მე გავასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში. და რა ვითარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბრიუსელის აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. ცნობა გვიან ღამით გავრცელდა, რომ ორ თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ლაინერები, რომლებიც ერთი ოსლოდან მოფრინავდა, მეორე კი მაროკოდან, აეროპორტში მშვიდად დაეშვნენ. სახელმწიფო პროკურატურა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ მიიღო ინფორმაცია აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ და გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ჟურნალისტის ცნობით, პილოტმა ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაცია დაშვებამდე 20 წუთით ადრე მიიღო, მგზავრების საშიშროების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. პორტუგალიაში მადეირას კუნძულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებული. 170-მა დახმარებისთვის ექიმებს მიმართა. მათ დამწრობები და სასუნთქი გზების დაზიანებები აღენიშნებათ. ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა და მთავრობის გადაწყვეტილებით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მათ შორის ადგილობრივები და ტურისტების. დამწვარია რამდენიმე ათეული სახლი და ხანძრის ჩასაქრობად 3000-მდე მეხანძრია მობილიზებული. და კვლავ საქართველოს ქართული ფილმის „სხვისი სახლის“ გადამღებ ჯგუფს ჩეხეთის საელჩო უმასპინძლა. რუსუდან ლურჯიძის სურათი წელს კარლოვი-ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ეროვნულმა კინოცენტრმა კი ოსკარის უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში წარადგინა. კარლოვი-ვარის ფესტივალი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი პოპულარული დაჯილდოებაა. წელს ცერემონიალი 9 ივლისს გაიმართა. დიდი მადლობა იმისთვის, რაც ჩეხეთის საელჩო აკეთებს საქართველოში და კონკრეტულად გადავხადოთ დიდი მადლობა კვლავ ფესტივალს, კარლოვი-ვარის ფესტივალს, რომელმაც დაამკვიდრა ერთგვარი ტრადიცია ქართული კინოს წარმოჩინების. ანაკლია ჯემფესტს მასპინძლობს. 5 სცენაზე მსოფლიოში ცნობილი ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები საკუთარ პერფორმანსებს წარმოადგენენ. მთავარ აუდიო აპარატურის სიმძლავრე კი წელს უკვე ორჯერაა გაზრდილი. მელომანები ანაკლიას ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ჯემფესტი 14 აგვისტომდე გაგრძელდება. დიჯეები და 24 საათიანი გართობა ანაკლიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული მუსიკალური მოვლენა გაიხსნა. ფესტივალი გრანდიოზული ფეიერვერკით, ლაზერ შოუთი და ლაივ პერფორმანსით დაიწყო. ჯემფესტი მელომანებს 5 დღის განმავლობაში ანაკლის სანაპირო ზოლზე გააერთიანებს. პირველი დღე და შესაბამისად ჩვენი მოლოდინები გაამართლა.
ფესტივალი წელს გამორჩეული ლაინაპითა და განსაკუთრებული მასშტაბებით წარსდგება მსმენელის წინაშე. ჯემფესტის პირველი დღე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავს გრემის მფლობელ მუსიკოს პოლ ვან დეიკს დაეთმო. გერმანელი მუსიკოსი მსოფლიოს საუკეთესო დიჯეით ორჯერ დასახელდა. ცნობილი ვარსკვლავები კი არა, ამას ცნობილი ვარსკვლავები ალბათ მაინც ბევრი არ არსებობს, რაც დღეს იქნება წარმოდგენილი ჯემფესტის სცენებზე. ყველაფერი არის შესანიშნავად, ძალიან კარგი განწყობა არის. ჯემფესტი ჩეკინ ჯორჯიას პარკებში ტარდება, დღეს არის ოფიციალური გახსნა. ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩამოსული, 20,000 კაცს გადააჭარბა უკვე რაოდენობა. ჯემფესტის მთავარი ჰედლაინერი კი ცნობილი ლაივ არტისტი პოლ კარლ ბრენერი იქნება. გერმანელ არტისტს საყოველთაო აღიარება და პოპულარობა სხვადასხვა ფილმების შექმნილმა საუნდტრეკებმა მოუტანეს. ძალიან მაგარია უწყვეტი მუსიკა, კარგი ამინდი და გარემოა. პირველი დღე პოლ ვან დეიკის ძალიან კარგი შოუთი დაიწყო. იმედია მომდევნო დღეებიც კარგი გართობა იქნება. უცხოელი და ქართველი არტისტების მოსასმენად ზღვისპირა ქალაქში ჩასულ სტუმრებს ათეულობით კაფე და ბარი 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება. ორგანიზატორები ჯემფესტის სტუმრებს უსაფრთხოებას და ასევე ფესტივალის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომ ფასებს ჰპირდებიან. მომბე 12 საათზე ამით დასრულებულია. გმადლობთ ყურადღებისთვის. ახალი ამბებით პირდაპირ ეთერში დავუბრუნდებით 16 საათზე. დროებით გემშვიდობებით.